გამარჯობეთ ვიღაც მეგობრებო. დღეს სამშაბათია 21 საათი შესულდა დაიწყო მე-10 საათი ლოცვით. ლოცვა დიდი ძალაა და სასიამოვნოა რომ ამის შემდგომ მიწევს გამოსვლა. ყოველთვის ჩემი გამოსვლა არის ლოცვის შემდგომ. ლოცვა არ არის მხოლოდ სიტყვა, ლოცვა არის ქმედება და ნურავი ფიქრობს იმას რომ მარტო ვილოცოთ გულით და ქვეყანა შეიცვლება. ლოცვას დიდი ძალა აქვს, ეს დიდი ძალაა. ყველა მიმართულების ძალაა ლოცვაში და ამას ვამბობ იმიტომ რომ რამდენიმე ხნის წინ ერთი პიროვნება გიორგი თანდილაშვილი ახალგაზრდა კაცი, აი რომ გაგიხარდება რომ ასეთი ადამიანები არიან ქვეყანაზე, მირეკავს და მეუბნება რომ ისე რაღაც შეხვედრა მინდაო და ეს ის პიროვნებაა რომელმაც 7 გზის ლოცვები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ტელევიზია ქართულ ტივის საჩუქრად გადაცა თვითონ იწვალა, იმუშავა, ჩაწერა, გააკეთა, მოიტანა და ტელევიზია ქართულ ტივისზე 7 გზის ლოცვები მიდის, სწორედ ეს მისი დამსახურებაა. აი ეს მოვიდა და თქვა რომ მე სოფლადაც ვიმუშავე, ვიცი ესე იგი ეს კომპიუტერული ტექნიკა უმაღლეს დონეზე ისწავლა და იცის. კავშირი აქვს თელი მსოფლიოს აი როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების ძალიან დიდ ცენტრებთან ყველაფერი, მაგრამ მითხრა რომ ხო სოფელი მეგონა რომ გადაარჩენდა ქვეყანას, რომ ყველაფერი, მაგრამ მე დავწუნდი იმაში რომ ყველაფერი უნდა დავიწყოთ ლოცვით. ამას ახალგაზრდა კაცი ამბობს. ბედნიერებაა რომ საქართველოში ასეთი ადამიანები არიან და მეუბნება იმას რომ ეხლა კიდევ რაც ჩემთან დაკავშირებით თქვა ეს სხვა საკითხია და მითხრა რომ აი რაღაც უნდა შევძლოთ ის რომ აი გულით ლოცვა იყოს და ეს 7 გზის ლოცვები რომელიც პატრიარქმა დაგვიბარაო და მე მას დავპირდი რომ ამაზე სერიოზულად ვიფიქრებდი. ჩვენ რამდენიმე დღე იტალიაში ვიყავით და ჩემს მეგობრებსაც გავუზიარებ ისთან ერთადაც ვიყავი. იქაც დავწმუნდი ბევრ რამეში რომ ძალიან მართალია ის რაც მე ყოველთვის წამდა მჯეროდა ეს, მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცმა იმდანად გამაძლიერა კიდე იმაში რომ აი მე ფიქრა უფრო ღრმად და ხმამაღლა ვამბობ იმას რომ აი ღმერთო ესე იგი გულით ალოცე ყველა ქართველი, გულით შეიყვანა ეკლესიაში. სიბრძნეა დიდი იმაში რაც პატრიარქმა გითხრა ჩვენ. სიბრძნე, ძალიან დიდი სიბრძნეა აი ამ 7 გზის ლოცვებში რომელიც პატრიარქმა დაგვიტოვა. ეს არის უფლის სიტყვა რომელიც პატრიარქის საშუალებით მოვიდა ჩვენამდე. ეს უნდა დავბრუნდეთ ამასთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამას საკითხებზე ვაპირებ თვითონ გიორგი თანდილაშვილიც ალბათ ბევრ რამეს თვითონ იტყვის ტელევიზიით გამოვა, მეც მინდა მოვიწვიო და აი მეხარებს რომ ასეთი ახალგაზრდა კაცები არიან, მაგრამ ეხლა მინდა დავუბრუნდე იმ მთავარ საკითხებს. მთავარი ცოტა რამდენიმე წუთში მანამდე 1-2 წუთით მინდა ვთქვა იტალიასთან დაკავშირებით. იტალიაში შედგა ძალიან კარგი საინტერესო ესე იგი აი დღე რომელიც შოთა რუსთაველთან იყო დაკავშირებული. თანაც ისე კარგად მოხდა რომ ეს ილიაობას დაემთხვა 2 აგვისტოს და სწორედ რომში სადაც შოთა რუსთაველის ბიუსტია აი იქ ქართველთა დიდი შეკრება და არა მარტო ქართველების ძალიან ბევრი იტალიელი მათ შორის თანამდებობის პირები ბევრნი და ძალიან მახარებს ის ამბავი რომ საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში ბეგი თავარდქილაძე მისი ოჯახით როგორც მეუღლე, შვილი, ნაცესავები, ახლობლები ყველანი რომლებიც დღეს დიასპორის სათავეებთან დგანან, აი ასე დიდი ღონისძიებების არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ ხშირად ყოფილ ვარ მომსწრედ მინახავს Facebook-ზე და როდესაც ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი დავიწყეთ ჩვენ ფლორენციაში, ერთ-ერთი ძლიერი სწორედ რომში შედგა ქართველებთან შეხვედრა. ქართველებთან შეხვედრა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ რომის შეხვედრებს დავუბრუნდებით დღეს 11 საათზე იქნება პირველი გადაცემა, მეც არ მინახავს ჯერ და უკვე ვიცი რომ 11 საათზე მოამზადეს ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ჟურნალისტ გუნდმა მოამზადეს და მე დარწმუნებული ვარ რომ ვინც ნახავს გაიხარებს რომ ვთქვათ აი ასეთი შესაძლებლობა იყო რომ ამ ორ ახალგაზრდას თავისი სახსრებით წამოსულიყვნენ და ეს გადაცემა გაეკეთებინათ, მოემზადებინათ ისე რომ საქართველოში ესეც მახარებს რომ ასეთი ქართველები არიან, რომელსაც უნდათ რომ აი ქვეყნის გარეთ რაც კი ქართულია, კარგია, ყველაფერი რაც შეიძლება ბევრმა იცოდეს ამის თაობაზე. მე უბრალოდ ვამბობ ერთ რამეს რომ აი ამ დღემ მე იმედიც მომცა და ძალიან დიდი სევდაც
მე იქ ლექსი მოვისმინე ერთ-ერთი ემიგრანტის, გული გაგიჩერდება იმ ლექსს რომ მოვისმენ, მას აღწერილი აქვს მისი ცხოვრება ლექსად. აი რომელსაც რომ კითხულობდა, უბრალოდ ბევრის თვალზე ცრემლი ნახე, ხო თვითონ ხომ ტიროდა და ჩვენც ძალიან მე უბრალოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდი რომ ეს რა მოხდა ეს გასაგებია რომ რაღაც გარკვეული ნაწილი წასულიყო, მაგრამ რას ვხედავთ ამას, ესე ქუჩაში ვერ გაგივლია, ყოველ 100 მეტრში ქართველი როა შეხვდეს, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ არ ვართ იმდენი რომ თელი მსოფლიო ასე გავამდიდროთ და საქართველოს ასე დავტოვოთ და დაუტოვოთ სხვებს. მე ეს შეხვედრა სახელმწიფოს დედა აზრი ასეთი იყო, ვინ მოყარეს არეძებს, იგი თავისა მტერია, მაგრამ იქვე შოთა რუსთაველს აქვს მოყარე მტერი ყოვლისა მტერთაგან უფრო მტერია. მოყარეს რომ ვეძახით და ხალხი გარეთ გაუშვით, მტერი ვართ ამ ქვეყნის. მოყარე რომ გონია ამ ქვეყნის და გარედან ხალხი შემოგვყავს და მიწებს და იმას ვაძლევთ, გრწანისის ბრძოლა რაც იყო, იქაც კი არაბებს რო ვაშენებინებთ, აი სად ხალხო, რომ არაბებს ვაშენებინებთ სოფელს, ესეც მტრობაა შენი ქვეყნის, ძალიან ბევრი რამ არის მტრობა ქვეყნის. მე ხედავ ტელევიზიით გამოდიან, ვითომ ქვეყნის მოყრები არიან, სინამდვილეში ეს მტრები არიან. კიდე ერთხელ გავიხსენებ შოთა რუსთაველს, მოყარე მტერი ყოვლისა მტერთაგან უფრო მტერია. ყვავი რომ ვარცა იშოვის თავი ბულბული გონიაო, ასე ეგონა ნაციონალურ მოძრაობას, აი ეხლა ძალიან დიდ ქართულ განწყობას ვითომ აყალიბებს ნაცნობა, მაგრამ ყველაზე დიდი მტრობა არის ქართული მიწების გაკვდება, ყველაზე დიდი მტრობაა ნარკომანია, რომელიც ჭამს ქვეყანას, ყველაზე დიდი მტრობაა კორუფცია, რომელიც განუზომლადაა ქვეყანაში და ამის თაობაზე ვისაუბრებ, ყველაზე დიდი მტრობაა ის, რომ ხალხი დაამშიეს და დააუდლურეს ადვილად მართონ, ყველაზე დიდი მტრობაა იმის, რომ ინტელიგენციას ყიდულობენ, ყველაზე დიდი მტრობაა იმისი, რომ კორუმპირებული სისტემაა ისეთი. რატოა კარგი ევროპა? ევროპა არის კარგი იმიტომ, რომ იქ ადამიანი კორუმპირებული რო შევიდეს წესიერი ხდება. ჩვენთან წესიერი კაცი რო შევიდეს კორუმპირებული ხდება. იმიტომ რომ იქ სისტემაა ანტიკორუფციული. ჩვენთან სისტემა ხდის თვითონ კორუფციულს. ეს აწყობს იმ ადამიანებს, რომელსაც ბელადობა უნდათ, იმიტომ რომ ადამიანი რომ შედის წესიერიც რომ შევიდეს, თუ ნებისყოფა არ აქვს, თუ ძლიერი არ არის, იგიც კორუმპირებული გახდება. რამდენი ადამიანი გახადა კორუმპირებული შევარდნაძის ხელისუფლებამ, რამდენი ადამიანი გახადა კორუმპირებული სააკაშვილის ხელისუფლებამ, რამდენ ადამიანს ხდის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც გვირგვინი დაადგა უკვე ამას და პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს რეალურად დღეს მდიდარი მონების ხელისუფლება გვაქვს, იმიტომ რომ ხალხი დამშეული და დაუძლურებული და ადვილად სამართავია. ფული ვის ხელშიცაა, ისინი ხელისუფლებაში არიან, ფულით მოკიდვა შეიძლება ყველასი, იყიდეს ინტელიგენციაც, იყიდეს ბევრი ვინმე და კატასტროფაა ეს არის კატასტროფა სრული. ჩვენთან არსებული მდგომარეობა, ესე იგი კიდევ ერთხელ გამოჩნდა უცხოეთში ბევრ რამეში. აი ამ ემიგრანტებთან დაკავშირებით მე კიდე დავიწყე ამ წიგნის კითხვა, რომელიც ქალბატონმა ლუარა ნიჟარაძემ გამოცა იქ რამდენიმე პიროვნება ემიგრანტი წერს, ესე იგი აი მართლაც გული გაგიჩერდება. აი თუ ხელისუფლებაში ან თუ ხარ, ან თუ გინდა ხელისუფლებაში მისვლა, ესე იგი ან უნდა იყო გიჟი, ან უნდა იყო კორუმპირებული, ან უნდა იყო თავშეწირული. სხვა არ არსებობს აქ. მე თავშეწირულები ხელისუფლებაში არ მინახავს მაღალ თანამდებობებზე. თავშეწირულებისაა დღეს ქვეყნის გადარჩენის ხაზი. სხვები ვერ შეძლებენ ამას. ეს ყველაფერი ამას არ უნდა არც დიდი მეცნიერება, არ უნდა ეს აქსიომატურია ეს ყველაფერი, მაგრამ ვინ როგორ ხედავს ამას, ეს ცოტა სხვა საკითხია. მე მეორებ რომ აი თუნდაც ემიგრანტებთან დაკავშირებით გითხარით. შევედით ამ ბაღში, სადაც იტალიის რომის ხელისუფლებამ მიიღო დიდი გადაწყვეტილება მთავრობამ, რომ მსოფლიო ტიტანების ძეგლები დაიდგას. და ვინც კი შეგიძლიათ გაიხსენოთ, ესე იგი აი დიდი მსოფლიოში დიდი მწერალი, დიდი მოღვაწე, დაწყებული სერვანტესი, დამთავრებული პუშკინი ძეგლები აღმართული. და არის ყველა გამოსაჩენ ადგილზე. საქართველოსი შოთა რუსთაველის მხოლოდ ბიუსტია პატარა და გაგიჭირდებათ ვიფიქრო რომ შოთა რუსთაველია. და რატომ მოხდა, როცა რომის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო რომ ძეგლი აღმართულიყო და აღმართულიყო სხვაგან, ჩვენთან ატყდა ომი, ამისი დაიდგას, ამისი არ დაიდგას, იმისი აქ და ამ შემდგომ ეს სააკაშვილის ეპოქა და ნაცვლად ძეგლისა დადგეს ბიუსტი და ჩვენ სადაც უნდა დაგვედგა, იქ არაბების ძეგლია დადგმული, არაბებმა დადგეს. ჩვენ
სხვაგან გადაგვაგდეს. აი შიგნით დაპირისპირებას სად მივყავართ ჩვენ? არ არის ბატონებო, სხვა გზა ამ ქვეყნის გადარჩენის თუ არა ესე იგი გაცნობიერება იმისა, რომ საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება დიდი ისტორიული მისიის შემსრულებელი, როდესაც ქვეყანაში იქნება ერთობა. ერთობა არ ნიშნავს ერთნაირად აზროვნებას. ერთობა ნიშნავს იმას, რომ გარედან არ ვიმართებოდეთ. ხელისუფლება გარედან იმართება, ოპოზიცია გარედან იმართება. ხელისუფლებები ადრე გარედან იმართებოდნენ, ოპოზიციებიც გარედან იმართებოდნენ. დღეს ვინც ასპარეზია პოლიტიკურ ასპარეზზე, ყველა გარედან იმართება. ყველა გარეთ ფიქრობს, რომ მოაწესრიგოს საქმე და ჩააწყოს, რომ აი როგორმე გავიდეს და ძალიან ბევრი ვინმეს უხარია, ვინმეს თუ აქ ესე იგი როგორც იტყვიან აუგზალავენ ყველაფერს, დაიჭერენ და ასე შემდგომ და ზოგიერთი მიდის და ჰააგის სასამართლოში უნდა უჩივლოთ და სიგიჟეშია ქართული პოლიტიკა, სიგიჟეში. რომ იყოს ერთი საგიჟე, ერთი კაცი რო იყოს შეიძლება, მაგრამ მთელი პოლიტიკაა სიგიჟეში შესული. როდესაც ადამიანები ტრაბახობენ იმით, რომ ჰააგაში იჩივლებენ, რომ ევროკავშირში იჩივლებენ, ამერიკის პრეზიდენტს უგზავნიან საჩივრებს ყველაფერს, ყველაფერი შიგნით მოლაპარაკებაშია. მაგრამ ვის არ აწყობს ეს მოლაპარაკება? ეს არ აწყობს ხელისუფლებებს. რატომ? ქუჩიდან მოვიდნენ. ქუჩიდანაა ყველა მოსული. ქუჩით, აი 100,000 კაცები შეგრებით, რომ მოვიდნენ და რომ ეგონათ რაღაცა ვინმეს რაიმე გააზრებული პროგრამა არ ქონია და ხალხიც აკვა იმას, რომ ფული აქვს და იმას შევარდნაძე იყო და მსოფლიო ავტორიტეტი აქვს და გადაგვარჩენს, ვერაფერი ვერ გააკეთა. სააკაშვილი იყო და დიდი მხარდაჭერა გუნდა საერთაშორისო და ხედავთ რა მდგომარეობაცაა. მერე ითქვა, რომ ახლა ფულიანი ვერც ერთმა ვერ გადაგვარჩინა. გადარჩენა არის ხალხის განწყობის ცოდნაში. გადარჩენა არის მაშინ, როდესაც ქვეყნის მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არა გაყალბებული არჩევნებით, არამედ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ესე იგი, ქვეყანას მაშინ აქვს მომავალი, როდესაც არჩევნები არ ყალბდება და სისტემა, თქვენ გონიათ არ შეიძლება, რა უნდა ამას? არაფერი. ერთი 10 მეცნიერი დღეს საქართველოში რომ დასვა, უთხრათ რომ შეისწავლეთ ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით რა მდგომარეობა არჩევნები როგორ ტარდება, დაწერეთ ისეთი საარჩევნო სისტემა რომ არ გაყალბდეს, გარწმუნებთ თქვენ რომ ამას გააკეთებენ. ეს მერაბ ჯიბლაძემ გააკეთა ერთხელ, მაგრამ ლამი შეჭამეს კაცი და ესე იგი სამწუხაროდ მან ბევრ რამ წილად დააჩქარა მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, იმიტომ რომ შეჭამეს. როგორც კი შეიტანა ეს პროექტი, იმის შემდგომ იმ კომისიის მუშაობაც აიგრძელა. არ აწყობდა არც ერთ ხელისუფლებას დღემდე და ამ ხელისუფლებას მით უფრო არ აწყობს. მოდით დავსვათ კითხვა, რომელ ხელისუფლებას არ აწყობს დემოკრატიული არჩევნები? კორუფციულ ხელისუფლებას. ამისი კორუფცია არის თუ არა, ამის საზომი არის ერთი. შენ რომ არ გინდა ხელისუფლებიდან წასვლა, რატომ გეშინია ხელისუფლებიდან წასვლა? მსოფლიოში არ არსებობს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელსაც ეთქვა, რომ 30 წლის მერე ჩვენ ვიქნებით, 40 წლის მერე ჩვენ ვიქნებით, 20 წლის მერე ჩვენ ვიქნებით. ანუ ის თავის ხალხს ეუბნება, რომ იყავით ამ კორუფციაში, იბალახეთ, ჭამეთ როგორც გინდათ ყველაფერი ჩვენ, ოღონდ მონები იყავით. თუ მონა არ იქნებით, მაშინ ყველაფერი თქვენს საწინააღმდეგოდ იქნება. რატომ დუმს ხომ და დავსვათ კითხვა, რატომ დუმს ყველა ის ადამიანი, რომელიც ან გაქცეულია, ან დაჭერილია და ყველაზე მეტი იცის? რატომ დუმს? რატომ დაადუმეს თუნდაც აი გარეთ კრიპტოვალუტის გამო ბატონი ბაჩიაშვილი, რომელიც აი აქ ამას ვიზამ, იმას ვიზამ და ესე გავაკეთებ და აბა ამას და იმას გაჩვენეს. გესმით ხმა რაიმე? არაფერი. მიიღო თავისი, შერიგდნენ, შემორიგდნენ, ყველაფერი ეპატია, არაფერი. რატომ დუმს უშიშროების მინისტრი? რატომ აირჩია შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ორგზის პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა სამხედრო მინისტრმა, რატომ აირჩია გზადუმილის? და როგორ ფიქრობთ, ესე იგი, მისი ოჯახი რატო აქებს ბიძინა ევანიშვილს დღეს, ესე იგი, ცოლს ქმარი ციხეში უზის, იცის რომ ეს ვისი გადაწყვეტილებაა და აქებენ იმას, ესაა სწორედ ესე იგი აი პოლიციური სახელმწიფო, როდესაც თვითონ იცის შინაგანად სხვას ფიქრობს, მაგრამ ასე უნდა თქვას, თორე შეიძლება ცოცხალი არ დარჩეს ოჯახის არც ერთი წევრი.
რატომ დუმს მე მოვისმენ ერთი პიროვნება მე მას თვითონაც ჰქონდა ესე იგი მე ყველა ამ პიროვნებასთან მაქვს შეხვედრის სურვილი და ყველას მინდა უდაკითხვა რატომ დუხარ უშიშროების მინისტრო რა მე ოდნავ მეპარებ ეჭვი იმაში რომ ყველაფერი რასაც თქვენ აკეთებდით ეს ბიძინა ამანიშვილთან შეთანხმებული რო გქონდათ და პარტიაში რომ მოლაპარაკებული იყავით რომ მითხრათ არაო დაგიჯერებთ არ დაგიჯერებთ მაგრამ რატომ დუმხართ თქვენ ბატონო ღარიბაშვილო თქვენ ეხლა რაც არ უნდა ამტკიცოთ და ილაპარაკოთ რომ აი მე ეს ყველაფერი იმიტომ არავინ არაფერი არ იცოდა ტყუილია კიდე ერთი ტყუილ სიტყვით ყველაფერი იცოდა მაგრამ თქვენ გარკვეულწილად როდესაც სანქციები შეგეშინდათ და გარკვეულწილად ყველა ამერიკაში ვინც წავიდა დააკვირდით ამერიკაში ვინც წავიდა ბატონი კვირიკაშვილი წავიდა ამერიკაში შეხვდა იქ არ ეკუთვნოდა მას ესე იგი თანამდებობით არ შეიძლება რომ მას პრეზიდენტი შეხვედროდა მაგრამ მოაწყვეს ისე რომ ვიცე პრეზიდენტის კაბინეტში მას ის შეხვდა ესე იგი პრეზიდენტს მაშინ ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო და იქედან წამოსული გერმანიაში ჩაფრინდა და გერმანიის კანცლერს შეხვდა ორ თვეში გაუშვეს კაცი რომელიც ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა გერმანიის კანცლერს შეხვდა ორ თვეში გაუშვეს ესე იგი როდესაც წავიდა უცხოეთში და რაღაც გარკვეული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ღარიბაშვილს შეშინდნენ აქ ამიტომ დემოკრატიულ ქვეყანასთან არ მინდა ურთიერთობაო რუსეთი და არადემოკრატიული ქვეყნები არ მოგთხოვენ იმას რომ აქ დემოკრატია იყოს ამიტომ ისინი ისე აღარ არის პრემიერ-მინისტრი აღარც მინისტრი აღარაფერი აღარ არის ლილუაშვილი წავიდა უცხოეთში ყველაფერია უცხოეთში გააგზავნეს ყოფილი პროკურორები და სხვები რომლებიც არსად არავინ არ არიან ანუ მოდით ერთმანეთს კითხეთ და ვკითხოთ კარგი თემურ შაშიაშვილი არ მოგწონთ გასაგებია კი ბატონო ვისაც გნებავთ რაც გინდათ მე ის მიწოდეთ როგორც გინდათ ის ილაპარაკეთ მაგრამ ეკამათეთ ჩემს გამონათქვამს რატომ დუმს ყველა ის ადამიანი რომელმაც ყველაზე მეტი იცის და ხმამაღლა ვამბობ ვერაფერს ვერავინ ამ ქვეყანაში ვერ გაბედავდა ვერც ერთი მინისტრი და ვერც ერთი სხვა რანგის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის გარეშე მაშინ რა ხდება ამ ქვეყანაში კიდევ ერთი მაგალითი იმისა რომ ესენი პოლიტიკური ნიშნით არიან დაჭერილები არის ის რომ უფრო მეტი კორუმპირებულები ხალხში ცნობილია რომ გაცილებით მეტი კორუმპირებულია არაერთი და ორი პიროვნება ხალხს გაუხარდება ეხლა რუსთაველის პროსპექტი რო გაკეთება მაგრამ იქ რომ ფული დაიხარჯება იმის 40% შეიძლება იმის გაკეთება ისე როგორც ჭავჭავაძის პროსპექტზე მოხდა და ისე როგორც წერეთლის პროსპექტზე ნორმალური მე ქალაქის მერი ვარ ყოფილი და ვიცი ძალიან კარგად რომ რა შეაკეთებდნენ ფულს მე ამას რო არ ვაკეთებინებდი იმიტომ იყო რომ ქალაქის მერობიდან გამანთავისუფლებს არ უნდათ რომ ქალაქის მერი ყოფილიყავი მოქალაქეთა კავშირმა და გუბერნატორი იყავი გუბერნატორს არავითარი უფლებები არ ჰქონდა შენი ავტორიტეტი უნდა გემართა და ქალაქში არაო იმიტომ რომ ისინი $20 დაჯდა 1 კვადრატული მეტრი აღმაშენებლის პროსპექტი რო გავიდა საქართველოში ასეთი პროსპექტი არ გაკეთებულა 2002 წელში გაიხსნა ის 1995 წელში თქვენ წარმოიდგინეთ რომ 1995 წელში ისე რომ თბილისიდან არაფერი მივიღია $20 1 კვადრატული მეტრი დღეს $200 არ ყოფნის 1 კვადრატულ მეტრს ასე შეიცვალა ყველაფერი კორუფცია ნახეთ ვინც კი ჩამოდის საქართველოში მშენებლობები თბილისში კორუფცია სრული უფრო დიდი კორუფცია თბილისში არასდროს არ ყოფილა უფრო დიდი კორუფცია ვიდრე საქართველოში არის დღეს არასდროს არ ყოფილა ისწავლეს კარგად გადმოყვათ საბჭოთა კავშირიდან გაგძლიერდნენ შევარდნაძის დროს კორუმპირებულები კიდევ უფრო გაძლიერდნენ სააკაშვილის დროს დღეს აპოგიას აღწევს ბიძინა ივანიშვილმა გვირგვინი დაადგა თავზე დაასვა ფულიანი ხალხი თავზე დაასვა ქვეყანას ეს არის რეალობა ამას ვინც შეეკამათება ეს უბრალოდ თემურ შაშიაშვილის წინააღმდეგ კი არ არის ეს ქვეყნის წინააღმდეგ არის იმიტომ რომ ჩემი აზრი არ არის ეგ არის მეცნიერთა კონგრესის და არა მარტო მეცნიერთა კონგრესის გადით ქუჩაში და ნახეთ ჩადით სოფელში რაიონში და ნახეთ როგორ ცხოვრობენ და ვინ ცხოვრობს კარგად ნახეთ დეპუტატები როგორ ცხოვრობენ რაბინები აქვს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ნახეთ
აქებენ ახლა გამოდიან მინისტრებს და იმათ მინისტრ 10 სახლი ექნება 5 6 7 მანქანა რო ეყოლება საათებით ეს რას ლაპარაკობთ თქვენ ხალხო ესე იგი საიდან ეს ფული ამ ღარიბ ქვეყანაში როგორ იშოვა და ესენი ყველაფერი დეკლარაციაში უწერიათ ბიძინა ივანიშვილმა დააკანონა ჩვენთან ანუ კორუფცია დააკანონა კანონიერი გზით არავის იმის იმ ფულის შოვნა არ შეეძლო რომითაც შეეძლო ეყიდა ის ქონება ეყიდა ის მანქანები კონდეს ის ყველაფერი და დააკანონა მე ეხლა იმაში ვიყავი როდესაც ვიყავი რომში იქ მითხრეს რომ ერთ-ერთი პიროვნება კონკრეტულად დავაზუსტებთ ამას და ვიტყვით რომ დაინიშნა იქ რაღაც საელჩოს მიმართულებით რაღაც დაინიშნა მაშინ რო ცხოვრობდა სადღაც გარეუბანში თბილისში დანიშნიდან ერთ თვეში ვაკეში იყიდა სახლი და ცხოვრობენ და როგორ ცხოვრობენ მერე და გავიკითხე და ვინ არის მეთქი ელჩი არ ესწრებოდა ამ ღონისძიებას თბილისშია წამოსულიო ვინ არის ლილუაშვილის ნათესავი რა არიცოდით ბატონო ბიძინა რომ ასე ნათესავებით იყო სავსე რა ეხლა გაიგეთ თქვენ ეს ყველაფერი რომ ლილუაშვილის ნათესავები ქუთაისში ბატონობდნენ რომ თურმე აგერ საერთაშორისო ასპარეზზე სულ ნათესავები ყოფილან ელჩებათა იმათ ბიძაშვილები მამიდაშვილები დეიდაშვილები და ასე შემდგომ ეს არის საქართველო ეს არის ქვეყანა რომელიც უნდა თქვენ რო გონია და ხალხს ელაპარაკებით პატრიოტულად და ჩვენ ამერიკას ვებძვით და ევროპას ვებძვით ეს არის ყველაფერი სიყალბე რომ ხალხს ათქმევინოთ ის რომ აი ხედავ ჩვენ რა ძლიერი მთავრობა გვყავს რომ ამერიკას და ევროპას ებძვის ყველაზე ძვირი დაუჯდება საქართველოს ევროპისა და ამერიკის ისეთი ლანძღვა ყველაზე ძვირი დაუჯდება საქართველოს ირანთან ეს კავშირი ჩინეთთან და რუსეთთან ეს კავშირები ყველაზე ძვირი დაუჯდება ეს მაგრამ უბრალოდ ადამიანებს როგორც უნდათ მაგრამ მე არ მწამს იმ ხელისუფლების რომელი ხელისუფლებაც 1200 კაცი ლილუაშვილის ნათესავის ოთახში რომ პაკეტები ნახეს და რომელსაც აწერია გვარები და ვინ რამდენ ფულს იღებდა ყოველთვიურად ამას რომ არ გამოაქვეყნებს ის არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება რომელიც იმას გიმტკიცებს რომ არაბულია ის ინვესტიციაო ის არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება რომელიც გეუბნება რომ ჰესები უნდა ვაშენოთო და რიონის ხეობაში მაინც უნდა დავფაროთო არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება რომელიც არ ფიქრობს რომ ემიგრანტები დააბრუნოს და სამუშაო ადგილებზე არ ქმნის ქვეყანაში არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება რომელმაც ასე გახსნა საზღვრები და 170-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს თავისუფლად შეუძლია შემოსვლა ქვეყანაში არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება მეკამათეთ მედავეთ მე ჩვენ ვაპირებთ მეცნიერთა კონგრესში რომ გამოვაცხადოთ ერთი დღე სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში და მოვიწვიოთ ძალიან სერიოზული რადგან ესენი წარმომადგენლები როგორც იტყვიან ვინც უნდა ავტორიტეტები იყვნენ რა დღეს ბატონი რომან რურვა მეუბნებოდა და ლაპარაკობდა ამ შეხვედრის წინ და კიდე ვიტყვი რასთან დაკავშირებით შემდგომ მაგრამ ასე იგი მან მითხრა რომ რაღაც შეწუხებულია ძალიან და ცრემლებში გადადის უკვე საქართველოს რო დაიწყება ლაპარაკი ეროვნული პატრიოტიკაცია და მე მას უთხარი რომ ძიმე რამეს მოგიწყობთ მეთქი თქვენ სექტემბერ-ოქტომბერში იმიტომ რომ მოვიწევთ ამ ხალხს ვინც არ მოვა ტელევიზიით გვექნება ან Facebook-ზე დავდებთ და ვეთქვით ძალიან ცნობილ პიროვნებებს რომ ხართ ესე იგი მწერლობაში მეცნიერებაში და ასე შემდგომ მოგიწევთ და გეტყვით რომ თქვენ ხელისუფლებას რომ იცავთ ხალხისგან ესაა ინტელიგენტობა დღეს ხალხს სჭირდება დაცვა ხალხია მძიმე მდგომარეობაში და ინტელიგენტი არის ის რომელიც არა ხელისუფლებას იცავს ხალხისგან, არამედ ხალხს იცავს ხელისუფლებისგან. თითო ჩუბინიძე მესაუბრებოდა გუშინ წინ ჩვენი ინტერვიუს გამო, რომ ერთ პიროვნებას უთქვამს ერთ-ერთ აკადემიკოს, რომ მეო თითო ჩუბინიძესთან ცუდი გადრო პატივსცემდი, ეხლა პატივს ამცემ, იმიტომ რომ ჩემი მტრებისგან იღებს ინტერვიუს, მე ვყოფილ ვარ მტერი. სახალხო კრებაში რომ ვიყავით, რომ აქებდით და მადიდებდით მე თქვენ გირჩევთ ყველას რომ სოფლიომ არ იცის რომელიმე სერიოზული ფიგურა რომელიც ცნობილი ხდება იმით რომ ხელისუფლებას იცავს ხალხისგან ხალხი დაიცავით ხელისუფლებისგან და ხელისუფლება რომელიც დღეს გამოდის და ლანძღავს ოპოზიციას ოპოზიციის ლანძღვა შეიძლება 100-ჯერ მეტად და ოპოზიცია რომელიც ლანძღავს ამ ხელისუფლებას ამაში როა გართული მთელი ქვეყანა დღეს ესაა ეროვნულობა მე არც ერთი ლანძღვის მომხრე არა ვარ რევანშიზმია ყველაფერი
მე დღეს აი უბრალოდ მიკვირს რომ კობახიძის გამოსვლებს რომ უსმენ ყოველთვის ლაპარაკი არის იტალიაში ვიყავით ახლა ხომ ვეკითხებით თქვენთან როგორ არის კვირაში ერთხელ ყველა წარმომადგენელი ხვდება ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი გარკვეული პერიოდულობით ხვდება ოპოზიციას არ მოწონს აგერ ამერიკაში ერთმანეთს რუსებს ეძახიან რესპუბლიკელები და დემოკრატები როგორც ჩვენთან ისია იქაც ევროპაშიც ასეა ყველგან ეს არ არის მარტო ჩვენი მოვლენა მაგრამ ეხლა ბევრი ხო არ უყურებს იმ იქეთ რა ხდება იმით მაგრამ ზიან ერთმანეთთან როცა ქვეყნის საკითხი წყდება ქვეყნის საკითხში ერთიანი არიან დღეს ვის გეპარებათ ეჭვი რომ საქართველოს ისტორია ადასტურებს რომ საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე ძალიან ხშირად იყო საქართველოში კრიზისები იყო და უსერიოზულესი და კრიზისი მით უფრო მძიმე იყო რაც უფრო დაპირისპირება იყო შიგნით ძლიერი და ყველა კრიზისი საქართველოში შიდა დაპირისპირებიდან მოდიოდა მაგრამ საქართველოს ისტორია ადასტურებს იმასაც რომ ყველა კრიზისი იხსნებოდა მაშინ როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან საერთონას პოულობდნენ ვინ გამოდიოდა ყოველთვის ინიციატორი მეფე იმპერატორი, საქართველოს გარეთ და ასე შემდგომ, იმიტომა სამეფო ინსტიტუტი ყველგან საქართველოში რო ებრძვიან და არ უნდათ, რატომ? იმიტომ რომ მეფე არის სტაბილობის გარანტი და მეტი არაფერი, სხვა ის კი არ არის რომ წოდებები მიანიჭოს და რაღაც გააკეთოს. აი ამიტომ, აი ასე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ვინა, ვის ეკუთვნის პირველი სიტყვა, რომ თქვა არ იყოს ქვეყანაში ეს მდგომარეობა? ხელისუფლებამ დღეს აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ოღონდ გვითხრას და ჩვენ მეცნიერთა კონგრესი მივაწოდებთ ერთ ისეთ გამოსვლას, რომელსაც როცა აიკითხოს ხელისუფლებამ, გარწმუნებთ საქართველოს შეერთება და საქართველოში მოტივირებული გახდება ყველა. ჩვენ აღარ ვიქნებით ერთმანეთს მიმართ ათე დაპირისპირებულები, მაგრამ ეს არ უნდათ. ვის არ უნდა დღეს საქართველოში წესრიგი კორუმპირებულს? რატომ არის საქართველოს პოლიციური ქვეყანა? აი აგერ ბატონებო, გავხსნი ახლა ინტერნეტს, სადაც მაქვს სერიოზული ჩანაწერი და გაჩვენებთ იმას, რომ 100,000 მოსახლეზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით სად არის ყველაზე მეტი რაოდენობით პოლიციელი? ჯერ ერთი ყველა გვეუბნება ამას, რომ საქართველოში ეს პირობითია, მაგრამ საქართველო არის პირველ ადგილზე. საქართველოში ყოველ 100,000 კაცზე არის 560 პოლიციელი. საბერძნეთში 540, იტალიაში 450, ესპანეთში 390, საფრანგეთში 340, გერმანიაში 300, პოლონეთში 270, ამერიკაში 250, ჩინეთში 220, მაგრამ ჩინეთში და ამაში ის აგრიცხული არ არის ცალკე, დიდ ბრიტანეთში 210, დანიაში 190, ირანში არასწორი ისინია, შეფასება არის პირობითიო, ფინეთში 160, იაპონიაში 190. ესე იგი, ნახეთ და თანაც თქვენ იცით ძალიან ბევრი ვინმე გვეუბნება რომ საქართველოში ეს ციფრი ტყუილი ციფრია, იმიტომ რომ ეს არის ოფიციალურად რომელიც რეგისტრირებულია, მაგრამ რამდენი რაზმი არსებობს, რომელიც ფინანსდება ფულიანების მიერ და ეს დაცვის პოლიციები და სხვები და ლამის ისინი სპორტსმენები რო აქციეს კიდე აი მებრძოლ რაზმებად, ხელისუფლებისთვის მებრძოლ რაზმებად რო აქციეს, ეს რო დათვალო ჩვენ სამჯერ მეტი იქნება რაოდენობა ჩვენთან იმ ხალხისა, რომლებსაც როგორც იარაღი აქვს ხელში, მუშტი აქვს და ნება აქვს დართული, რომ დაიცვას ხელისუფლება ხალხისგან. ეს არ არის პოლიციური სახელმწიფო. აღარ არის ლაპარაკი პროკურატურა ამაზე რაოდენობის და იმის მიხედვით. აი აგერ ეს არის საერთაშორისო ციფრები ზაგიგითხეთ მე, რომ საქართველო 100,000 მოსახლეზე რაოდენობით, პოლიციელთა რაოდენობით პირველ ადგილზეა მთელ მსოფლიოში. პირველ ადგილზე. ეს უკადრებელი აკადრეს საქართველოს. საქართველო არ შეიძლება იყოს პოლიციური ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტუალური ქვეყანა. ინტელექტუალურ ქვეყანას პოლიციური რეჟიმი არ ჭირდება. პოლიციური რეჟიმი ჭირდება გაუნათლებლებს, კორუმპირებულებს და მით უფრო თუ ისინი ხელისუფლებაში არიან. ეს არის რეალობა. ესაა მსოფლიო გამოცდილება.
ამას ვერავინ ვერ უარყოფს და ამას ვერავინ ვერ შეეკამათება. კი, მე მძიმედ გამოვდივარ და როცა ვლაპარაკობ ამას უამრავ ვინმეს არც ხელისუფლებაში მოწონთ ეს გამოსვლა და არც ოპოზიციაში მოწონთ ეს გამოსვლა. ამისინ მოვისმინე რომ ყველა ვინც ლაპარაკობს რომ ხელისუფლებაც უნდა წავიდეს და ოპოზიციაც უნდა წავიდესო, დედაგვაგინა კაცმა. იმას არ მოთხოვეს პასუხი, მაგრამ თუ ვთქვათ რომელიმე პარლამენტის თავმჯდომარეზე და რამეზე რო ეთქვა ეს დაიჭერდნენ, ან ფულს გადაახტებინებდნენ. კი, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლება შეუძლია აქვს ეს შანსი ვისურვებდი ლოცულობ მე იმისთვის რომ ამ ხელისუფლება მოვიდეს იმ აზრზე რომ ერთი ისეთი გამოსვლა გააკეთოს და ისეთი ნაბიჯი გადადგას რომ შეერთოს ქვეყანაში ხალხი რომ ეს დაპირისპირება დასრულდეს და ამის გაკეთება რეალურია ხალხო ნუ გეჩვენება თქვენ ეს აი მათ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ ვსაუბრობ დღეს ამის იმაზე მაგრამ ამის მაგალითი მე ესე იგი ომის პირზე მაშინ ქალაქში ჩავედი ქუთაისში სადაც ლამის ის იყო და შემომთავაზე დაცვა უნდა გავდეს 10 კაციანი ჩვენ დავაფინანსებთ ესე არ დაცვა მყოლია არ დაპირისპირება არც არაფერი შექმნით ორპალატიანი ამის ისა და ქურდებსაც კი უთხარი რომ მოდით შექმნით არ მოდიოდნენ მოვიყვანე მაინც ეს პირველი შემთხვევაა როგორც აღმოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რომ ქალაქის მერმა ქურდებიც მიიწვია თავისთან და უთხრა ამ ქალაქს ვემსახუროთ და ქურდობას დაანებეთ თავითქო ჩაატარეს მათ წავიდნენ ქუთაისიდან მაგრამ ქურდებმაც კი ესე იგი გადაწყვეტილება მიიღეს სწორი ან ქალაქში უნდა დარჩენილიყვნენ და ქურდობისთვის თავი დაენებებიათ ან და წავიდნენ ქალაქიდან და კი ბატონო წავიდნენ ბევრი კარგი რამ თქვეს იმას ერთ-ერთ პიროვნებასთან დაკავშირებით გამოვიყენებ კიდე შემდგომში ამ მაგალითს დრორაშიც მეყოფა ეს მაგალითი გადაედო ყველას და ყველაფერს მე ვიხსენებ ამ დღეებში აი როცა ვიყავიგეთ ვიხსენებდი ძალიან დიდი პიროვნება იყო ბატონი ჯაჭვლიანი ესე იგი სპორტსმენი როგორც ადამიანი და ასევე ჩვენი ესე იგი მოჭიდავე რომელიც თქვათ ოლიმპიური ჩემპიონი და როდესაც ორივენი იმაში იყვნენ სახალხო კრებაში რო ვიყავით მე გამოვედი და ვთქვი როდესაც მათ დეპუტატობა გადაწყვიტეს რომ არ არის ეგ თქვენი ადგილი პარლამენტში პოლიტიკოსები უნდა იყვნენ რამის დამხოცეს და მითხრეს რომ აი სპორტსმენები რაც მეტი სპორტსმენი შევიდა ხელისუფლებაში და რაც მეტი სპორტსმენი მივიდა ესე იგი პარლამენტში მით უფრო დაუცველი გახდნენ თვითონ სპორტსმენები დაუცველი გახდნენ სპორტსმენები ისევე როგორც რაც მეტი ექიმი შევიდა პარლამენტში მით უფრო დაუცველი გახდა მედიცინა და რაც უფრო მეტი ექიმი და ის შევიდა სპორტსმენი შევიდა სხვადასხვა მხარეს არიან და იმათაც ზოგი სპორტსმენი იმათ მიიღო ზოგი სპორტსმენი ამან ზოგი ექიმი ამან ასე გადაედო ეს ყველას და დაპირისპირება შეიტანეს ყველგან პოლიტიკოსი არ არის პარლამენტში, მაგრამ არიან სპორტსმენები, არიან ესე იგი სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, მსახიობები, ხელოვნების და ამავდროულად და ხელოვნებაში დაპირისპირება, სპორტში დაპირისპირება, მედიცინაში დაპირისპირება, განათლებაში დაპირისპირება, იმიტომ რომ სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ზოგი სპორტსმენი იქეთა, ზოგი სპორტსმენი აქეთა და გაინადგურეს ავტორიტეტი. რა დიდი სპორტსმენი იყო ჩვენი ძალოსანი, რომელიც ამ და რა გააკეთა ერთი პატარა ქნები, მას შეეძლო რომ ისტორიაში დარჩენილიყო, გამოსულიყო და ეთქვა, ხალხო რა შვებით. როგორ შეიძლება ჩვენი ჭუბი ერთად ვიყოთ, გული გაეხსნა, გული გაეკეთება, ივან აიღო და თავში ჩაარტყა ამის იმას, ნუ ხო გეუბნებით, ეს განათლების საკითხია. დიდი სპორტსმენია, მაგრამ პარლამენტი სხვა ორგანოა, პოლიტიკური ორგანოა, განათლების ორგანოა, წიგნიერების ორგანოა. წიგნით უნდა გეცხოვრა და წიგნში უნდა გეცხოვრა, რომ გააკეთო ისე, როგორც ამ ქვეყანას ჭირდება დღეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო გუშინ წინ იტალიაში ვიხსენებდი, რომ რომში კონსულად იტალიაში ვერ აირჩევდნენ კაც კონსულად თუ ის არ იყო დანაჭრელი ორჯერ ან სამჯერ თან წინარიგებში საქართველოში თუ ხელისუფლების სასარგებლოდ არ იჩხუბე და ვინმე არ გალახეს ხელისუფლების მოწინააღმდეგე არ გალახე ისე დაფასებული ვერ იქნები ხელისუფლების მიერ კატასტროფა ბატონებო კატასტროფა აი რაც ხდება ჩვენთან აი როგორ ამ ხელისუფლებებმა მოკავშირი იყო აღორძინება იყო ნაცმოძრაობა იყო თუ ოცნება არის ყველა ცხოვრობს დაპირისპირების ხარჯზე მდიდრდებიან ეშინიათ ხელისუფლებიდან წასვლა იმიტომ რომ ისეთი კორუფციაა მე ისეთ ფაქტებს ვიგებ რომელიც დაკავშირებულია თუნდაც ამასთან რა ქვია პენსიონერთა ის რომ იყო შექმნილი ფონდი რა უქნეს იმ ფონდს
კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებული რაც არის, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული რაც არის, აი ამ ესე იგი რაც არის ამ ჯარიმებთან დაკავშირებული, სადაც არ წახვალ სოფლიოში ვერ ნახავ ამ ზომის, ამ მასშტაბის ჯარიმებს, აი ყველაფერი ამ იმაზე გასაოცარია პირდაპირ, ქვეყანა ჯარიმებზე ასე ცხოვრობდეს, რაღაცა ეს წარმოუდგენელია, ესე იგი აი ისეთი რამეებია ჩვენთან რომ სულ ფიქრობ იმას, რომ ამ ხალხს რამე წაკითხული აქვს, ან კლასიკიდან, ან ვთქვათ ისტორიიდან, ან საქართველოს ისტორია იციან, ან დღეს სოფლიოში რა ხდება იციან, რა პროცესები მიდის სოფლიოში იციან, არაფერი იციან, მხოლოდ ერთი როგორ იშოვონ ფული და როგორ დაიცვან თავის ფული და ყველაფერზე წავლენ ამისთვის. ეს გადაედო მთელ საზოგადოებას. ეს ისე გადაედო მთელ საზოგადოებას, რომ მე სპორტსმენებთან დაკავშირებით მაქვს ერთი 20 სპორტსმენის ანალიზი გაკეთებული. დააგვირდით, ძიმე რამეს ვამბობ. როდესაც ფულიანებს დიდი ავტორიტეტი არ ჰქონდათ და ხელისუფლებასთან მისასვლელი გზები არ ჰქონდათ, დიდი სპორტსმენები დაიყენეს. ამ სპორტსმენებით ავტორიტეტი მოიპოვეს. სპორტსმენები დაიყენეს წინ. ავტორიტეტი მოიპოვეს. მე როცა ამ სპორტსმენების წინ დაყენებით ფული იშოვეს და ხელისუფლებასთან საქმე ჩააწყდეს და იმ ხელისუფლების სპორტსმენ დეპუტატებში თავისი წარმომადგენლები მოძებნეს, ამ სპორტსმენებს ვისი საშუალებითაც ფეხს ედავდნენ და ფული იშოვეს, როგორ ექცევიან, ეს ცალკე მსჯელობისაგანია. რომან რურუა კლასიკური მაგალითი ამის. უნიკალური ოლიმპიური ჩემპიონი, ოლიმპიური კომიტეტის წევრიც არ არის საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას არ მოწონს. ის ამ ხელისუფლების მხარდამჭერია და არ მოწონთ. და ასე აგებული. რომან რურუა წესიერი კაცია, მოაზროვნე კაცია, განათლებული კაცია, სახელმწიფო მარტო იმით გამოიყენებდა რა გააკეთა წალკოტი შექმნა, წალკოტი ესე იგი იმის ადგილზე სანაგვისა და ქვაღორღი რო იყო იქ წალკოტი შექმნა. ყველა პრემიერ-მინისტრი ორი ეზოთი უნდა იწყებდეს ალბათ, აი პირველი 10 დღე უნდა მიდიოდეს მერაბ ბერძენიშვილის ეზოში, რომ მიხვიდე იქ ნახო თუ არა ქართველი რო შეხვიდე, ქართველი გამოხვალ. და რომან რურუას ეზო, რომელიც არის ეკონომიკურ შესაძლებლობათა ეზო. არა ისი გაკეთება. სამაგერად რომან რურუას სახლის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ერთი აგური რო გადმოარდეს რომელიმე სახლიდან შეიძლება ჩაიტანოს მიწაში რომან რურუას სახლი ისეთი რამის აშენების უფლება მიცეს. საიდან? რომან რურუა თუ უნდა იყოს მდიდარი ამ ქვეყანაში და მდიდარი უნდა იყოს როგორც სპორტსმენი და მდიდარი უნდა იყოს იმის რომ მას ისეთი პატივი მიაგეს თავის დროზე რომ ადიდასის წარმოება თელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ რომან რურუას მიამდეს. და რომან რურუამ ეს ისე გამართა, რომ სკანდინავიის ქვეყნებში, ანუ ადიდასის ქვეყნებშიც კი აქედან მიქონდათ აქ შეკერილი ადიდასი. ამ კაცმა შეუძლებელი შეძლო. და ეს შეძლო როდის? ვიდრე ეროვნული ხელისუფლება მოვიდოდა. მოვიდა ეროვნული ხელისუფლება და ნაცვლად იმის რომ ხელის გულზე აეყვანათ, გაანადგურეს კაცი. თურქებს გაამარჯვებინეს მის წინააღმდეგ. გამოვიდა სააკაშვილი და თქვა სასამართლოში, როდესაც ბატონი კემურარიას წარდგენა იყო, აქ ზოგიერთიო სასამართლო მოგებული ქონდა, რადო ჭანტურიას იმის დროს მოგებული ქონდა და თურქებს გაამარჯვებინეს, მოგებული სასამართლო დაურეკა მოსამართლემ და უთხრა თუ კაცი ხარ თავსამაცლიან დამანებე თავიო და გააჩუმეს ყველანი და მოგებული სასამართლო შეცვალეს, ჩუმად გადახაზეს, გადმოხაზეს ყველაფერი. რომან რურუა გაანადგურეს და არა მარტო ეს. მე ვაპირებ ბატონ რომან რურუას აქედან მიმართავ დღეს ამის წინ მელაპარაკა მის მეგობარ ენდი გოგლიჩიძესთან დაკავშირებით. ეს ცალკე საკითხია, მე ბევრ დღეს არ ვილაპარაკებ და არც მინდა რომ მომავალში დამჭირდეს ამაზე ბევრი ლაპარაკი. იმიტომ რომ მე მინდა რომ ეს ისე გადაწყდეს რომ ბევრი ლაპარაკი არ დაგჭირდეს ამ, მაგრამ რომან რურუას მაგალითი თერი საქართველოსთვის უნდა გავხადოთ ძალიან დიდ მაგალითად. არა მარტო მათ რა უქნეს, სახელმწიფომ რა უქნა, არამედ იმ პიროვნებებმაც, რომლებიც ბიზნესში შევიდნენ მასთან ერთად შემდგომ, ხო გააჩანაგეს, ხო მოკლეს საქართველოში ის ბიზნესი, რომელიც რომან რურუას ფეხს ეკონდა დაყენებული და აი რაღაც წარმოუდგენელი იმით იყო ესე მასშტაბებში ქონდა გაკეთებული. როცა ესე იგი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებები ვერ იტანებენ წესიერ კაცს, არა მარტო პოლიტიკაში, ბიზნესშიც.
და აპარპაშდნენ ეს ფულიანები. აპარპაშდნენ და იქცევიან ისე რომ ხანდახან ვერ ვცნობ ადამიანებს რომ სულ ფიქრობ ფულმა ასე გააგიჟა ეს ხალხი. ეს როგორ შეიძლება რომან რურუა რომელიც აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთი კლასიკური მაგალითია იმისა რომ ორჯერ შეხვდა ბიძინა ივანიშვილის თვითონ მისი მიწვევით ბიძინა ივანიშვილის მისი თანდასწრებით ურეკავდა ქალაქის მერებს და იმას როგორც ხებისგან ვიცი თვითონ არ ყვება ამას რა უნდა ვალაპარაკო მაინც ურეკავდა რომ ამაზე ეს გაუკეთეთ ეს არაფერი არ გაუკეთეს იმიტომ რომ ჭიდაობის ფედერალ დათარას ეხეცებოდნენ ჯერ მე რა უთხრა იმ ქვეყანას სადაც პრემიერ-მინისტრი იწვევს მოჭიდავეს რომელიც საერთო სიყვარულით სარგებლობს და ეუბნება მოხსენიშვილი კანდიდატურაო აი ეს არის ქვეყანა აი ამიტომ არის თქვენ მინდა მოგმართოთ ყველა სპორტსმენს რომან რურუა თუ ამას იტყვის რომ ეს ასე არ არის ისიც გადასული ეროვნული პოზიციებიდან მას უთხრა ბიძინა ივანიშვილმა და უთხრა ხალხმა რომ მოხსენიშვილი კანდიდატურა დასახელებული იყო ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარედ რომან რურუამ გულწრფელმა კაცმა უთხრა არ აირჩევენ იმას ვისაც თქვენ ირჩევთო რატო უნდათ იმის არჩევა იმიტომ უნდათ რომ მიხეილ სააკაშვილმა ცემა სასიკვდილოდ ეს იყო უდიდესი შეცდომა სააკაშვილის და მისი გუნდის და ეხლა უნდათ ის აერჩიათ შემდგომ დეპუტატი ხაშურიდან აერჩიათ გარს ვერ ვიხსენებ უბრალოდ აერჩიათ რომ მერე თუ ეს ამას მოჭიდავეები უნდათ გამოეყენებინათ და გამოიყენეს დიდი ნაწილი რომან რურუას ვერ გააკეთებიებდნენ იმას რასაც აკეთებიებდნენ სხვენ გაგალ მე მიყვარს ესეთი ხალხი როგორიც რომან რურუა მე ვიცი რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ში მისადმი სიყვარულია და ვიცი პატივისცემაა მისადმი თუნდაც წყლის პროგრამაზე ეხვეწებოდნენ რომ ნუაკეთებდო ამ ხელმოწერებს ანუ სააქციო საზოგადოება წყალი საერთო სახალხო საკუთრებაო ეუბნებოდნენ ნუაკეთებდო 9 მილიონმა მოაწერა ხელი რომ წყალი არ გაკიდოთო ვერ ყიდიან და ეუბნებიან იმათ რომ რატო გააკეთეთ ეს ხელმოწერებიო და არ მიდის ეს საქმე წინ იმიტომ რომ უნდათ რომ ცალკეულმა გუნდებმა ჩაიგდონ ხელში და ხალხის კუთვნილება არ იყოს ეს რომან რურუა არის კლასიკური მაგალითი იმისა რომ როგორ დავიცვათ ჩვენ წესიერი კაცი მოაზროვნე კაცი და ამას უნდა იცავდეს კანონი ჟიული შარტავამ კარგად თქვა დემოკრატიულია ის ქვეყანა სადაც კანონი პატივს სცემს და იცავს ადამიანს და ადამიანი პატივს სცემს და იცავს ადამიანს აი ესე კლასიკურად და კარგად განსაზღვრა ამ ძალიან დიდმა პიროვნებამ ჟიული შარტავამ დემოკრატია რას ნიშნავს საქართველოში კანონი იცავს მხოლოდ ხელისუფლებას და იცავს ფულიანებს კანონი არ იცავს ხალხს კანონი პატივს არ სცემს ხალხს კანონი მხოლოდ და მხოლოდ იცავს ფულიანს და მის ფულს ეს არის კატასტროფა ჩვენ ჭირდება ისეთი ხალხის დაცვა რომან რურუას არ ჭირდება დაცვა კაცმა დატოვა დაუმარცხებლად ის უცხოელს ხალიჩაზე არ დაუმარცხებია ასეთი კაცია რომან რურუა და მან სასწაული გააკეთა მოხიკოს ოლიმპიადაზე თავდება მთელი ოლიმპიადა აბსოლუტურად ერთი ოქროს медаლი ვერ მიიღო საბჭოთა კავშირის გუნდმა რომელიც ოქროს медლებით იყო ერთი ყველა სპორტული შეჯიბრება დამთავრდა ესე იგი ოლიმპიადის ერთადერთი იყო დარჩენილი ერთადერთი რომან რურუა სჭიდაობა და რომან რურუამ სირცხვილი ჩამორეცხა მაშინ საქართველოს ხო ამაყი გახდა და სირცხვილი ჩამორეცხა ყველა სპორტსმენს რომელიც ოდესმე ყოფილა საბჭოთა კავშირის დროს სპორტში და რომლებიც არიან დღეს ყველა ჩამორეცხა სირცხვილი და ის ერთი ოქროს медаლი რომან რურუასთანაა დაკავშირებული კაცი რომელიც ხელის გულზე უნდა გყავდეს და ტარდება ღონისძიებები მცხეთაში და იქ არ იწვევენ რომან რურუას იმიტომ რომ ის არის ობიექტური კაცი და არ არის ხელისუფლების მხარეს და არც ვინმეს მხარეს არ არის ის ამბობს რომ მე ვარ ხალხის მხარეს ხარ იყავი ხალხივით როგორც ხალხს დავამშიებთ ისე დაგამშევს შენს აი ეს უთხრეს რომან რურუას მიუხედავად ამისა დიდსულოვან გადაწყვეტილებას იღებს რომელსაც მე დარწმუნებული ვარ რომ შეცვლის თავის შვილებს და ყველას უთხრა უარი და თავისი რაც გააკეთა ეს ყველაფერი სახელმწიფოს უნდა ბაჩუქოვო აი ესეთი კაცია და ამ კაცთან არავითარი არც ვინმე რომ მოიწვიოს და ელაპარაკოს აზრი კითხოს რაღაც არაფერი მე ამ პიროვნებამ დამირეკა დღეს და ბატონო რომან მე მესმის თქვენი მე მაინც ვაპირებდი ამაზე რომ მესაუბრა მე თქვენ გითხარით რომ ამ კვირაში უნდა ჩავწეროთ ჩვენ
მე პარასკევს წავალ დასავლეთ საქართველოში მე შაბათ-კვირას და პარასკევს წავალ იმ ენდი გოგლიჩიძეს შევხვდები რომელზეც თქვენ მითხარით მე დღეს თემურ აფხაზოვამაც დამირეკა ესენი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან რა უნდა გითხრათ დღეს გვარს არო ერთ ჩემს საყვარელ ადამიანს ვარ რომელსაც დღეს სხვა საკითხზე დამირეკა და მე დავილაპარაკეთ ენდი გოგლიჩიძესთან დაკავშირებით და ამ კაცმაც კი რომელიც ერთ-ერთი სერიოზული ფიგურაა და ღირსეული და ძალიან ხელოვნების და კულტურის და დიდი მწერალია კარგი მწერალია მანაც კი არ იცოდა რომ ესე იგი ენდი გოგლიჩიძე კი არ მიუყვანიათ იქ არამედ ენდი გოგლიჩიძე დაინიშნა დირექტორად დაინიშნა ნევთობაზის დირექტორობა შევთავაზეთ ჩემ მერობის დროს იმიტომ რომ ნევთობაზა და ცეკავშირი იყო ყველაზე კორუმპირებული და მინდოდა წესიერი ხალხი მისულიყო და იქ გაგვექცა კაბინეტიდან და მითხრა არა მე ნევთობაზაში აქ ჯიბგირები და ესენი არიან არ შემიძლიაო სახში ეძინა და მოვიყვანე ჩვენ და უთხარით აბა ნევთობაზის დირექტორი ვარი თქვა მე ერთი თვე ვიმუშავეთ რომ ცეკავშირის ბაზის დირექტორი გამختارიყო აი მე უბრალოდ ბატონ გენო გოგლიჩიძეს მხოლოდ ერთ რამეს ვეთქვი დღეს თქვენ და თქვენი ოჯახი მას ვერ უგებთ ერთ რამეს მან იქ სისხლი და ოფლი ჩააქცია 30 წელი და თუნდაც რაღაცაში გადააჭარბოს ეს მისი სულის და გულის ნაწილია რომლის გაგება ბევრი ვინმეს არ უნდა და მათ შორის იმ ადამიანებს რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გაეგო მისთვის მე არ მინდა რასაც ენდი გოგლიჩიძემ წერილი გამომიგზავნა და მიწვევს მე რომ სექტემბრის დასაწყისში უნდა დიდი ღონისძიება და თქვენ როგორც ქალაქის მერი მე იქაც მოვალ და დღესაც ვამბობ ჩვენ დავნიშნეთ ენდი გოგლიჩიძე იმისთვის რომ ეს დიდი სპორტული არენა ყოფილიყო ტერიტორია უწყობდა ხელს დავნიშნეთ იმისთვის რომ სპორტსმენებისთვის გვეჩუქები ეს ტერიტორია მე რომ გამეგო რომ ის იწევდა ან მასა და მის ძმა შორის პრაქტიკულად გენო შორის იყო საუბარი რომ ის მieყვანა იქეთ მე ვეთყოდი რომ ბატონ გენოსაც ურჩევდი რომ არ წამოსულიყო იქ და მასაც ურჩევდი ბატონი გენო მეურნე გამოცდილი კაცია მე აბრეშუმის კომიტეტის შევთავაზე მას არც უარყოფ ბატონ გენოს შევთავაზე აბრეშუმის კომიტეტი ბატონ ენდის ჩვენ უთხარით რომ აგერ არის თქვათ აი აგერ ბაზა სადაც ტერიტორია ყველაფერია და იმ რაც დაპირება სიტყვა უთხრა ქალაქს მან იმ სიტყვას ასრულებდა ამისთვის ჯია აქ ორი რამე დაეტაკა მე ბატონ გენოსაც უთხარი მე მას დიდ პატივს ვცემ და ბევრ რამეზე აი ვიკავებ დღეს არ მინდა თავი იმიტომ რომ მე მინდა მე როგორ გოგლიჩიძესაც ვიცნობ ისეთი გენო გოგლიჩიძე ესეთი ვაშკაცი იყო რომ ასე დაპირისპირებაზე სულ აჩუქებდა და ამაზე არ წავიდოდა რას ითხოვს კაცი 30% ხო მეუნები შენიაო გამიფორმეო მეც არაფერს მე არ მინდა დავიჯერო რასაც ამბობს ის რომ 500,000 ლარი მოხსნეს დირექტორობიდან წაიღეს ყველაფერი გამათავისუფლეს ასე მომეცნენ ესე და უბრალოდ შეურათ ყოფილა ის თავს და ქალაქში მცვენია გამოსვლა ამას მეუბნები რომ შენ არაფერი შენ თავაცეული შეგიძლია ქუთაისშია რომ შენ ქუთაისი ისევე შენს ბიძაშვილს მე გული მწყდება ეს და მე ბატონ გენოს შევხვდი უთხარი რომ თქვენ ორივე დამსახურებული ხალხი ხართ ქუთაისის წინაშე არ გინდათ ეს ნუ გამოგავთ გარეთ რა ნუ გამოგავთ გარეთ გეხლაც არის საშუალება იმისა რომ ამის გადაწყვეტა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ერთ პიროვნებას გენო გოგლიჩიძეს და გადაწყვიტოს ისე როგორადაც ეს ქუთაისისთვის იქნება კარგი კი მითხრა მან რომ ჯიუტიაო სწორი ხარ ჯიუტია მაგრამ ის არის ის წესიერი კაცია ხო იცი ბატონო გენო რომ წესიერის დეობრივი კაცია აქ გამოვიყენებ კიდე იმ შეგვედრას ქურდები რომ მოვიწვია და დღეს თელი სალაპარაკო რო გახდა ეს ყველასი რომ ეს მართლაც მაგარი ნაბიჯი იყო მაშინ რომელიც გადავდგით და ქურდებმა იცით რა მითხეს ორი დირექტორის გვარი მითხეს და მე მაშინ ახალი მისული ვიყავი ქალაქის მერად და მითხეს რომ თუ ბატონო თემურო ჩვენ რო გვეჩხუბები და ჩვენ დაჭერა რო გინდათ და ისინიო თქვენ ორმაგი დირექტორი ორმაგი ის რო აქვსო ბუღალტერიები რო აქვთო ისინი ნუ დანიშნავთ იმსენ ხალხს ორმაგი ბუღალტერია რო ექნებათ ორმაგი ბუღალტერია რო აქვს თუ იპარავს თვითონ ჩვენს გაგვინაწილოსო ქურდი მეუნება ამას ქურდი მითხრა სწორი მითხრა და მე დირექტორები რო შევკრიბე უთხარი არაფერია ორმაგ ბუღალტერიას ვისაც ულახავთ განხილვას არ დავიწყებთ ნუ ალბათ ვიღაცას მაინც ჰქონდა საიდუმლოა მაგრამ ორი გვარი დამისახელეს და პირველი მითხეს ენდი გოგლიჩიძესთან ხო არ მივდივართო რატო არ მივდივართო არა აქვს ორმაგი ბუღალტერიაო ამ კაცმა სიცხლის ნაწილი ჩადოი ოფლის
აი პატარა ვენახი რომ მიმიყვანა და რომ მოჭრეს, ეხლა მეც კი ვიფიქრე, ნუ კაი რა ეს ვენ, მაგრამ იმისთვის ეს ვენახი ისეთივეა როგორ ჯარისკაც მამაში, აი ის კაცი რო არის, ის არის ის ვენახი, თვითონ დარგო, თვითონ ამოიყვანა, ხალხო გაუგოთ რა ერთმანეთს რა. ესე იგი, აი მესმის ბიზნესის თვალსაზრისით შეიძლება ბევრი რამ, რომელიც ის, მაგრამ ეს არ არის ენდი გოგლიჩიძის ბრალი. ეს არის ჩვენი ბრალი. ქალაქმა უთხარი ჩვენ და მე ვიყავი ქალაქის მერი და მე დამიყუპია მაშინ კაცი და მე ვალდებული ვარ რომ ყველაფერში დავიცვა სიმართლე, სამართლიანობა. დღეს მე ადვოკატსაც ველაპარაკე. მე მითხრა ბატონმა გენომ, ჩემი ადვოკატები და ჩემები გნახავენო. მე კი უთხარი, კი ბატონო, აღარ ნახეს მე. მე მზად ვარ ყველა შევხვდე, მაგრამ მე არ მინდა რომ ეს ხმაური ერთადერთი კაცია, ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს და დაუსვას ამას წერტილი. მაგრამ მე რომან რურუას საკითხს რო გამოვიტან, ეს არ არის არც ენდი გოგლიჩიძის საკითხია მარტო, ის თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდა ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში ორი ძმა, ენდი და გენო გოგლიჩიძეები. აი ყველამ რო ვიცით როგორ იზრდებოდნენ. აი დღეს ესენი რომ ამ მდგომარეობაში არიან, გული მიგვდება. მე ძმობით და მეგობრობით მიმართავ გენო გოგლიჩიძეს. არ დაეთათფირო არ ჩემ ბიჭს, არც მეუღლეს და არავის, გადაწყვეტე თვითონ მარტო და მიიღებს ორ გადაწყვეტილებას. და ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რომლითაც ისტორიაში გოგლიჩიძეების გვარში დარჩება დიდი მაგალითი. კი, გადააჭარბა შეიძლება ბევრ რამეში ენდი, მაგრამ ესეთი ზნეობის კაცია, მორალის კაცია, ვერ იტანს ფულის პარპაშს. მე არც მინდა დავიჯერო, რომ 500,000 ლარი მე რო გამონთავისუფლეს 500,000 ლარი იდო ანგარიშზეო. 500,000 ლარიც აღარ არისო. მე არაფერში აღარ მახედებენო, 10%-ის პრობლემა ვარ ოფიციალურად ისე ყველა კანონის და იმის მიხედვით დაპირებებიც და ყველაფერი ამაში ამდენი წელია მეუბნება ბატონი გენო რომ 30% შენიაო და არ აფორმებენ ამ იმასო, მე არაფერში არ მახედებენო, მაგრამ დღეს ადვოკატის მეუბნება რომ 160,000 ლარი წაგებით დაამთავრა გასული წელი. არ მინდა ეს დავიჯერო. მე ადვოკატს ვუთხარი რომ გადახედე კარგად ეს როგორ მეთქი. ამ ძიმე პერიოდში ტანკების და ბრძოლის და ომის პერიოდში ენდი გოგლიჩიძეს წელი არ დაუმთავრებია წაგებით და გასული წელი წაგებით დამთავრდა და რომ ეს ხალხი ამდენი გაზრდილი ისა რა ქვია საიდან მოხდა ეს ხალხი, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, რასაც ენდი გოგლიჩიძე ლაპარაკობს, სულ არ მინდა. მე ენდი გოგლიჩიძეს ვუთხარი ერთი, ეს წერილი ჯერ არავის არ გაუგზავნო მეთქი, თუ არა გაქვს გაგზავნილი. იქ ითხოვს ერთი 100 კაცის იმას. მე ვთხარი ჩამოვალ მე და შევხვდებით ხომ არა. მანამდე მინდა მე აი პატივისცემით და მეგობრობით ძალიან დიდი გამოცდილება ბიზნესში, დიდი გამოცდილება გაქვს ბატონო გენო. შეიძლება რომ ყველაფერი ბიზნესის თვალით შეიძლება თქვენ სწორი იყოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გადაწყდეს იმის გაანგარიშებით, რომ 30 წელი ამ კაცმა აი როგორც იტყვიან სისხლი და ოფლის ფასად მოიტანა აქამდე, დაარბიეს ყველაფერი. აქ არაფერი არ დარბეულა, ამან აღადგინა, გააკეთა, პატივივცეთ ამას, პატივივცეთ. და მე კიდევ პასუხობ თქვენ ვინც დღეს დამირეკეთ ბევრმა. ყველას პასუხობთ რომ მე ეჭვი არ მეპარება იმაში რომ გენო გოგლიჩიძე ასე გააკეთებს ამას. მე რომან რურუამ რომ ითხრა დღეს რომ სად არის საჭირო წავიდეთ იქ და რამდენიმე სპორტსმენი ჩვენ წამოვალთ იქ და ღია საუბარი გავაკეთოთ Facebook-ით. მე ბატონ რომანსაც ვუთხარი რომ არ მინდა მეთქი ჯერ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ გენო გოგლიჩიძეს მივცეთ თავარი გადაწყვეტილების მიღების ამის ისა. მე ვიყავი ამ რამდენიმე დღის წინ დილით მიფრინავდი, მაგრამ რომ გავიგე რიანო მობილით ჩამოიყვანეს ეზოში ცემეს. არც ის მინდა დავიჯერო რომ დაქირავებული ხალხი არ ყავდათ ოფიციალურად და ისინი და ცემეს რაღაცას ანგრევდნენ და ამან უთხრა რატო ანგრევთო კაცო. ნუ ესე იგი ხო შეიძლება ეკითხა და იმგან დიაღი დაარტყეს. არავინ არ ნახა, არავინ არ მივიდა და რო წამოიყვანეს, რო დამირეკეს იქიდან მოგყავსო აქეთ მივედი საავადმყოფოში ვნახე კავკასიის მედიცინის ცენტრში და სპორტსმენები რო დამხვდნენ იგული გამინათდა. იმდენი სპორტსმენი ვნახე. ყველამ შემომჩივლა რა ხდება ბატონო თემურ ეს რა ხდება. მე მათაც ვუთხარი რომ გენო გოგლიჩიძე ამ საკითხს გადაწყვეტავს მეთქი ღირსეულად თქო. არავის ჩარევა ამ საქმეში არ არის საჭირო. არც ენდი გოგლიჩიძის ოჯახიდან, არც გენო გოგლიჩიძის ოჯახიდან. ეს არის გადასაწყვეტი
ორი კაცი შეხვედრით და ეს არის გადასაწყვეტი გენო გოგლიჩიძის. თუ ეს არ გადაწყდება ისე როგორადაც თვითონ აქვს გენო გოგლიჩიძეს ნათქვამი რომ შენ 30% გეკუთვნის, ეს რა თქმა უნდა იქნება ცუდი და ეს ცუდ მიმართულებას მიიღებს. მე წამს დამჯერა არც მინდოდა ამდენი ამიბაზე რომ ესაუბრა, მაგრამ ამაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი მოვლენა. ეს არის 20 სპორტსმენის ანალიზი მაქვს და როგორი სპორტსმენები იცით? ხელის გულზე რო უნდა გყავდეს, რას უშვებიან ამ სპორტსმენებს? ჩვენ არ გვინდა ფულის უფლების ქვეყანა. ფული საჭიროა, მაგრამ ზნეობრივი ადამიანების ხელში. ფული, როცა აგიჟებს ადამიანს, უზნეოს ხდის მას უკვე. თუმცა თუ ხარ უზნეოდ, არჩები უზნეოდ. არ შეიძლება ფულმა გაგვაგიჟოს ჩვენ. საქართველო იყო და უნდა დარჩეს ინტელექტის, ნიჭის ძალაუფლების ქვეყნად. ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა. აი ასეთია საქართველო და აი გენო გოგლიჩიძის პირველმა გადაწყვეტილებამ ამ გზაზე კარგად უნდა გაგვიყვანოს და უნდა ვთქვათ, რომ აი ნიჭიერი გადაწყვეტილება, აი კარგი გადაწყვეტილება და აი ძმება დარჩნენ და ნიჭიერად იქნა გადაწყვეტილი. ჯანდაბას რა არის ეს პატარა ბაზა, რომლითაც აი ასე დაპირისპირდნენ ძმები ერთმანეთთან. მე ენდი გოგლიჩიძესაც მიმართავ თუ არ გადაწყდება. საერთოდ წამოდი და დაანებე ყველაფერზე უარი თქვი და თქვი და არ გინდა არაფერი და თქვი რომ რადგან სიხარდემ წაიღო ყველაფერი, მაგრამ უთხარი ჯერ ეს არ გააკეთო, პირველი სიტყვა მივცეთ გენო გოგლიჩიძეს. გენო გოგლიჩიძე დარწმუნებული ვარ ამ საქმეს ღირსეულად გადაწყვეტს. ჩვენი ქვეყანა ეს მე რომ მოვყევი, ჩვენ გვჭირდება ზნეობრივი ბიზნესმენები. როდესაც ბიზნესიდან ზნეობა გადის, ეს კარგი გამონათქვამი არსებობს. დღეს ის წიგნი არ მაქვს, მაგრამ აი უზნეო ბიზნესმა ამას ცნობილი ადამიანები ბაღო რა უყავს ქვეყანას. უზნეო ბიზნესი საქართველოში გამეფებულია უზნეო ბიზნესი. და ამ ზნეობრივი ბიზნესისაკენ შემოbrunების პირველ ნაბიჯს გენო გოგლიჩიძე და ენდი გოგლიჩიძე გადადგამენ და ეს იქნება დიდი მაგალითი საქართველოსთვის. მაგრად ვიყოთ, მე ყოველთვის მოლაპარაკების, შეთანხმების და დალაპარაკების მომხრე ვარ. მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ვისთანაც არ უნდა იყოს, უნდა მოხდეს პირდაპირ ის. თუ არა, თუ ეს არ მოხდა, ენდი გოგლიჩიძეს აქვს ერთი 100-მდე ადამიანის სია, მე მწერს რომ უნდა ჩამოხვიდეო, წერს იქ სოსო ორჯონიკიძეს, წერს ბევრი ვინმეს რომ ჩამოდითო, მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ჩამოვა, ის ამბობს მარტივ რამეს. არაფერი მე არ მინდა რომ თქვა, 15 წუთი მე ვილაპარაკებ, 15 წუთი გენო ვილაპარაკოს და როგორც იტყვის ხალხი, გადავწყვიტოთ ისეო. მე ეჭვი არ მეპარება, ბატონო ენდი, თუ ნახავ ამ გადაცემას, ეჭვი არ მეპარება რომ თქვენ ორივენი დიდ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ამის ინიციატორი გენო გოგლიჩიძე იქნება. მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ, იმედიანად ვიყოთ და ზნეობით გამარჯვებულ, სიკეთით გამარჯვებულ საქართველოში ვეცხოვროს.